საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო. მინისტრი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. ყოველწლიურად მატულობს პროფესიული განათლებით დაინტერესებულთა პირთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სწორად დაინახეს პროფესიული განათლების შესაძლებლობები, რომელსაც ის უქმნის, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პირს. 24 ქალაქში გახსნილია 33 საგამოცდო ცენტრი და აპლიკანტთა რაოდენობამ გადააჭარბა 5000 მსურველს. ტესტირება გაგრძელდება 2 დღე 31 მაისს. დღეს ჩატარდება საბუნებისმეტყველო მიმართულებით ტესტირება, ხოლო 1 ივნისს უკვე ჩატარდება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტესტირება. 31 მაისს მსოფლიო